დღეს 27 მაისი არის დიასპორის დღე და პირველ რიგში მინდა დიასპორას ჩვენ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ყველას მოულოცო 26 მაისი და დამოუკიდებლობის დღე, რომელიც არის ყველასთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი დღე, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც სხვადასხვა პერიოდში და სხვადასხვა მიზეზების გამო იძულებული გახდა რომ წასულიყო საზღვარგარეთ. ეს არის ის დღე, რომელიც ყველას გვაერთიანებს. მე ცოტა არ იყოს გამიკვირდა დღევანდელი პრემიერის სიტყვა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო მჭიდრო კავშირი საქართველოს სახელმწიფოსა და თავის დიასპორის შორის. რასაც ვეთანხმები, მაგრამ რასაც არ ვეთანხმები, არის ის, რომ არათუ მჭიდრო კავშირი, არამედ ყველაფერი კეთდება და გაკეთდა იმისთვის, რომ ეს კავშირი იყოს რაც შეიძლება შორეული და პრაქტიკულად გაწყვეტილი. იმიტომ რომ შენ როცა ხელისუფლება არ აძლევს საშუალებას შენ დიასპორას, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, როცა ყველაფერს ხმარობ, ყველა ბერკეტს და ყველა ხრიქს იმისთვის, რომ ვერ მიიღოს დიასპორა მონაწილეობა არჩევნებში და 1 მილიონიდან ბოლო შედეგი არის ის, რომ რაღაცა 34,000-მა შეძლო და მიიღო მონაწილეობა, ეს ნიშნავს, რომ შენი ის მთავრობა, რომელიც არის საქართველოში, არ გაძლევს საშუალებას, რომ მიიღო მონაწილეობა. ეს ერთი. მეორე, რაც შეუძლია სახელმწიფოს და რასაც არ აკეთებს, არის ის, რომ გამარტივდეს ორმაგ მოქალაქეობის მიღება. ამაზე მე დავხარჯე ძალიან ბევრი ენერგია, ძალიან ბევრი თხოვნა, ყველანაირად გაუთავებელი მოლაპარაკებები თავის დროზე იუსტიციის სამინისტროსთან და მთავრობასთან, მაგრამ არანაირი შედეგი. დღესეც ძალიან რთული არის ჩვენი თანამემამულეებისთვის, მოქალაქეებისთვის, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ და მიღებული აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, რომ დაიბრუნონ, აღადგინონ საკუთარი საქართველოს მოქალაქეობა. თანხებიც ძალიან მაღალი არის და ყველანაირად გართულებული არის ის პროცესი თავისი კონკურსით, თავისი ვადებით, რომელიც ძალიან გაწელილი არის და ეს ყველაფერი ხელს უშლის ჩვენ თანამემამულეებს, რომ დაიბრუნონ თავიანთი მოქალაქეობა, როცა, როგორც მოხდა ცოტა ხნის წინ, კიდევ უარესი, როცა აღდგენაზე უარსეუბნებიან ადამიანს, როცა ეს არის მისი სრული უფლება, რომ დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა სხვადასხვა რაღაცა საბაბებით. ამიტომ ტყუილა სიტყვები, რომ ჩვენ გვინდა მჭიდრო კავშირი დიასპორასთან არ არის საჭირო, ჩვენ გვინდა რეალურად საქმე და საქმეში ჩანდეს, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა გჭირდება დიასპორა ამ ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი ძალა სხვადასხვა ქვეყნებში, რომელიც საქართველოს სახე გააქვს იმ ქვეყნებში და რომელიც არის დაინტერესებული სწორედ, რომ შეინარჩუნოს ამ ქვეყანასთან თავისი კავშირი. მოგილოცავთ დღევანდელ დღეს, მოგილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვისურვებ, რომ ის დღე მალე მოვიდეს, როცა დიასპორა და ჩვენი აქაური საზოგადოება ერთად ვიზრუნვებთ საქართველოს მომავალზე.